ვაიმე, არ შემოფურთხო ოღონდ შენ ძმობას გაფიცებ. წარმოიდგინეთ 4500 წლის წინ ვიღაცამ შექმნა ეს უზარმაზარი პირამიდები. და დღემდე არ არის ცნობილი თუ რეალურად რა მეთოდით არის შექმნილი ეს გიგანტური ნაგებობები. მე ვარ გიორგი, თქვენ იმყოფებით ლიგიოს არხზე და მოდით ერთად ვიმოგზაუროთ ამ საოცარ ქვეყანაში. მარშრუტი დაგეგმილია. შემდეგი გაჩერება ეგვიპტეა. ფარაონების ქვეყანა, უსაზღვრო ქვიშა და ისტორია, რომლის საკუთარი თვალით ნახვაზე ყოველთვის ვოცნებობდი. წინ უდაბნოს სიჩუმე, ნილოსის საიდუმლოებები და პირამიდების სიდიადე გველოდება. დავიწყოთ. ორ საათ ნახევარი გაგვეწელა რეისი და ჩამოვედით როგორც იქნა. შარმელ-შეიხ შვენიერი ტემპერატურა არის, სტაბილურია, ანუ ცოტა გრილა, თბილა, ტრანსფერით დაკვდა. რა მანქანა არის? რაღაცა გაურკვეველი წარმოების მანქანით დაკვდა ტრანსფერი. იზი ესეთი მანქანა გინახავს? არიზო, ჩერი. ახი არის ძმა. პირველი ეკითხე ძმა როგორ თქვა ეგვიპტურად. ახი. بالانجلش برازر بالعربي اخي ახი. اختي ابويا امي $1.46 ამათი ფული? ესეც ჩვენი სასტუმრო. ეს არის საბირთვარეშო. შვენიერი. ეს რა ოთახია ნეტავ. ესეც იქნება რამე? არა, ეს დაკეტილია. შვენიერია. ყუდრო იდეალური ხედით. მეგონი ასწორებს რა. რაღაცა ძალიან ისეთი არ არის, მაგრამ დასასვენებლად იდეალური გარემოა. შედაგვახვედრეს ხილი. ეს გაგვიკეთეს ძალიან ლამაზად. ცოტა დავისვენო და ერთად დავათვალიეროთ რა ხდება ამ სასტუმროში. Saint George, წმინდა გიორგის, ჯორჯის სახელობის სასტუმრო არის. ესე გამოიყურება ჩვენი სასტუმრო. ეხლა რა შევავშრიე? ხედავთ? $5. $10 for the picture of collection. ეგვიპტელი ვიდეოს გადაღებისთვის ცდილობს რომ $10 გადამახტევინოს. You have to pay $10. ფაქტია რომ გამოძალვას ცდილობდა. ვინმესთან შეიძლება გაუვიდეს, მაგრამ ჩვენ არაფერი გადაგვიხდა. Hey Carlos, what's up my bro? How are you from? I'm good. How are you? I'm fine. Thank you. Have a good day. ესეც ეგვიპტური ვისკი. რა მაგარ ჭიქაში დაასხეს. აბა გავსინჯოთ. ამას ისევ სარაჯიშვილი ჯობი. სასტუმროს ადმინისტრაცია ყოველდღე ცდილობდა რაიმე განსხვავებული გასართობი პროგრამის შემოთავაზება სტუმრებისთვის. ეს კი გახლავთ მათი ტრადიციული ქოლგით ცეკვა. შემდეგ კი აუზში იწყებოდა თამაშები. ჩემი საყვარელი თამაში იყო წყალბურთი. აუზგარეთ კი ვთამაშობდით ფეხბურთს, დარტსა და მინი თამაშებს. ახლა კი უცებ მოვიკრებთ ენერგიებს და წავალთ წითელი ზღვის პირველ სანაპიროზე, სადაც 5 საათის მერე ბანაობა საშიში და აკრძალულია, ვინაიდან იღვიძებენ მტაცებელი თევზები. ვაფლები მოვიტანე, დესერტი მოვიტანა ლიზიკომ. ორ პლიაჟზე გვაქვს წვდომა, ერთი არის Coral Beach და მეორე არის Sunny Beach. მოკლედ რატომ ქვია ლურჯ ზღვას წითელი ზღვა? იმიტომ რომ ფსკერზე არის ეგრეთ წოდებული კორალები. ქართულად როგორ თქვა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეგრეთ წოდებული კორალები არის ქვები არის წითელი ფერის. აი დაახლოებით ესეთი. და მაგიტომ ქვია წითელ ზღვას წითელი ზღვა, რომელიც რეალურად ლურჯია. აქ ბანაობა აკრძალულია. ეს შიგნით არსებული ქვები ძალიან ტკივნეულს ხდის გადაადგილებას წყალში. ეს თევზი შეხედე რა მხელა. ლიზი, წანა თევზი გაიჩი.
ეხილე. ყურებ? ხო, ეხლა ნახატერი. არ ვიცი მეგობრებო, ხედავთ თუ არა, მაგრამ ხა ჩავყვინთავ და გაჩვენეთ. ნემო გაიჩით. ეს? ო, ბაზარი არა. ნუ ხა იქ ჩავალთ და იქიდან დავათვალიეროთ რა ხდება და როგორ ხდება. ზვიგენით, შეიძლება ზვიგენით. ვა, რა ცივია. ბიჭო. აგა. ჩამო, სადახანი გული გაგიჩერდება, მაგრამ აჩუ, როგორ რა გული გაგიჩერდება. ბიჭო, მაგარი ცივი. ვა. მოკლედ გაყინული წყალი იყო იმენა რომ შევედი წყალში მეთქი გული მგლიჯავს ახლა მაგრამ ნუ ეგ ხო იცი უეცრად და მე მომენტალურად უცებ დათვები ახლა წამოვედით ბარში ანუ ჩვენ სანაპიროზე ჩვენ სასტუმროს ბარია და შესაბამისად შეგვიძლია უფასოდ დავლიოთ სასმელები ნუ წავალ ხა აი ამას გავრეცხავ მარილიანი წყლის მერე თორე გაფუჭდება ესე ნახე ეს წერო არ არის? ნახე, აროჟა. One whiskey, one cocktail. One cola, brother. Thank you. ბავშვებო, თუ უყურებთ ამ ვიდეოს, ალკოჰოლი საზიანოა ორგანიზმისთვის, გაითვალისწინეთ. 1000-ში ერთხელ ხოლმე. კი ბატონო, მაგრამ სისტემატიური სახე არასდროს არ მისცეთ. დღეში სამჯერად იყვება, ნახოთ აბა სადილზე რა გვაქვს. ბოსტნეულები, 1000-ნაირი სალატა, მთავარი ცხელი კერძები არის ოსტრის გავს, ლობიო, ეს რა არის? გულიაშ. ეს ლობიოა, ნუ ყავ. რაღაცნაირი ბლინები, კარტოფილი ფრი. აქვე იწვება, მზადდება. ესე იგი, კბილეულობა, 1000-ნაირი ნამცხვარი. სადილზე გვაქვს სხვა მენიუ. ანუ საუზმეზე სხვა რაღაცეები იყო, სადილზე სხვა რაღაცეები და ვახშამზე სხვა რაღაცეები. ქათამი მოხარშული. ამას ესეთი განათება აქვს, რომ საერთოდ არ აჩანს რა. აქ ესეთ წვნიანი, ესეთ წვნიანი. всё, ეს გვაქვს სადილად. რაღაცას ავარჩევ და შევჭამ და დაგიბრუნდებით. კარტოფილი ფრი, სერი პური. კიტრი, ცოტა მაიონეზით, ყველი, პამიდორი, ხახვი, ბოსტნეული, ქათამი, რა თქმა უნდა, ხორცის გარეშე როგორ და ნატურალური წვენი, ვაშლის და იმის, ქორთოხლის. და დესერტს დღეს არ მივაყოლებ, მაქსიმუმ შეიძლება ნაყინი მივაყოლო. ამავიწრა, ეს ლობიოც ავიღე მე და კომპოსტი. აბა ცუკინი რომელი? ეგ ცუკინია? ყაბაყი არა, რიგაცო? ყაბაყია. არა, ცუკინი. ცუკინი? კბილი კიტრია რა, ნო? რაღაც ეგეთყვანში. დესერტის დროა. მომს მე დესერტს არ მივირთმევ. აი ეგ შეგვიძლია ნაყინი ლიზიკო აიღე. ერთი ცალი. მე არ მინდა. და ჩამოასი. აი დაგეხმარება. You can help? Yeah? Okay. Vanilla chocolate. შერეული? ოპა. Where from? Georgia. Georgia. Yeah, you know? Yes, I know. Georgia. I'm from Georgia. My name is George and I'm in Georgia. Thank you. But your face is Egyptian face. Yes, Yeah, everyone yeah. say you Yeah. Egyptian. Yeah. Thank you. You're welcome. Thank you. საყვარელი ხალხია ძალიან. სადილის მერე წავალ სავარჯიშოდ. ესე იგი დღეს მოვედით ძველ ბაზარში. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ძალიან ბევრი სუვენირები, იშოპინგოთ ასე ვთქვათ და შეგიძლიათ რესტორანში წახვიდეთ რო რა.
ერთი ფაქტი რაც მინდა აღვნიშნო, რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის აკაური ტემპერატურა. ანუ ზამთარია, თებერვალია და არც ცივა და არც ცხელა. ძალიან მაგრად ასწორებს. ცივი ზამთრის მერე განსაკუთრებით. მაგრად მეწოდება სიმართლე გითხრათ აკლემები, კლემს და არქვეს სერიოგა. ეხლა რომ შეგვაფურთხოს ხო აღიღო, ოპა, ოპა. რაღაცა მოამბა. ოპა. Улитка. სხვათა შორის ეგვიპტეში შეგიძლიათ შეიძინოთ ცნობილი ბრენდების კარგი ხარისხის რეპლიკები. რეპლიკები როგორიც არის YSL, Miu Miu, Christian Dior და ასე შემდეგ. რა კაცია ეს მანიკენი. იქ არის ეგრეთ წოდებული კაფე-ბარები, სადაც შეგიძლიათ დაჯდეთ და ისიამოვნოთ ხედებით. ეს ადამიანი ითვლება თანამედროვე ეგვიპტის დამაარსებლად. ვინც ჩამოხვალთ, აუცილებლად მოდით აი ამ ადგილას. ამ ადგილს ქვია ძველი ეგვიპტე და იციან როგორც აქაურებმა ძველი ბაზარი, იმიტომ რომ აქ იყო ადრე ბაზარი. და შესაბამისად old ბაზარი რო უთხრათ, ნებისმიერი ტაქსი მაქსიმუმ $5 მოგიყვანთ ამ ადგილას. ამას იმიტომ ვიძახი რომ არავინ არ მოგატყუოთ მაინც და 100 და 200-ები არ გადაგახტევინო. ყველანაირ მანქანას წარმოვიდგენდი ეგვიპტეში, მაგრამ ჟიგულს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ეგვიპტეში. საიდან მოხდა აქ? საიდან მოიტანეს? სიმართლე გითხრათ არ მეგონა ესეთ ცივილიზებული თუ იქნებოდა ეს ქვეყანა. თუმცა ვხედავთ ყველანი თუ როგორი განვითარებული ქვეყანა ყოფილა ეგვიპტე. კონკრეტულად შარმელ-შეიხი. დადგა გართობის დროს მივდივართ კვადროებზე საკატოოდ, მივდივართ უდაბნოში. გავარ ტერორისტი. სადაც საათნახევარი უნდა ვიაროთ კვადროებით და გავჩიტებით უდაბნოში. даже მეტი. ტურის ღირებულება არის $17 ერთი კაცისთვის, ერთ კვადროზე. ორ კაც შეუძლია ერთ კვადროზე ჯდომა, რასაც მედალიზე ვაპირებს და ეგ ღირს 24, ხო? $24. მოკლედ, ნორმალური ფასი. მოვედით დანიშნულების ადგილას. ეს არის აპუნქტი. ეხლა რამდენი კვადროა? ეს არის მოსაცდელი. აქ წერია, მე მგონი, წესები. ამათი მთავარი წესი რა არის? ანუ კვადროები მიდიან რიგის მიხედვით. კაი სიჩქარით მივდივართ. უბრალოდ მთავარია გეკეთოს რამე, რომ მტვერი არ შეგეყაროს, იმიტომ რომ წინ მიმავალი კვადროციკლი აუცილებლად შეგაყრის ძალიან ბევრ მტვერს, მაგიტომ არის აუცილებელი ეს რაღაცეები. ამას ახლა ესე გავიკეთებ და ვიქნები მაქსიმალურად დაცული. აი ჩვენი მეგობრებიც ვინც არიან, ყველას აქ თავზე შეხვეული. და გაჩვენებთ ლიზიკოს. ლიზი. აბიბი, არის, now ეს იმენა ტერორისტია, მართლა. ა კალაშნიკოვი გაკლია. აი ესე რა, მწკრივში ჩავდგებით და წავალთ. მე და ლიზიკო ერთად ვზივართ. ლიზიკო იქნება ჩემს უკან. ლიზი მიჩოჩი. It's automatic, yes? Automatic, because you don't have to guys. Yeah. Okay. The turnus. Okay. The turnus. Okay. Bolo squadro votare GTA-ში. მომნებული ვარ ჩვენი ხმა არის მის. ისმის. გამოიწერეთ თქვენი არხი. განგსტერი დედა. აქ დააბრუნება არ შეიძლება. თორე შეიძლება გაგვაგდონ, საერთოდ გაგვაბრუნონ უკან. აქ ცხოვრობენ ბედუინები ეგრეთ წოდებული. აი ამებში ცხოვრობენ. ეს სახლია. აკლემ. აბიბი! აგურნარე. ბავშვები ნახე როგორ გამორბიან აქ. უხარიათ ხალხის დანახვა. წარმოგიდგენია ამ უდაბნოში, აბა როგორ არ გაგიხარდება. Hello, აბიბი, hello. ბედუინი ბავშვები, რომლებიც აქ ცხოვრობენ.
შოკოლადები უნდათ? აბა მე რა ვიცოდი აქ თუ ბავშვები იქნება. მე მოვიტანე სავსე ისად. შოკოლადე მოიტანე? მე ცოტა ფული მივეცე. უდაბნოში გავჩერდით ცოტა ხან სურათების გადასაღებად და კლდეების ეკოს მოსასმენად. 3 again strong. Okay. 1 2 3 shot. Გახტი მეზაბუ. ეკოებია სერიოზული. სამწუხაროდ უდაბნოში ბევრი მიტოვებული აქლემის შეხვდა, რომლის მიზეზი შეიძლება არასაკმარისი საკვები ყოფილიყო. როგორც მოვისმინეთ, ზოგი თავიანთ აქლემს უბრალო კარდონით, ქაღალდის კარდონით კვებავდა. წარბები მაქვს თეთრი? იმენა. მართლა ვაიმე, ნახე რა მტრიანია ყველაფერი. აიმე. კამერაც რა მტრიანია. ესე იგი პირამიდებთან გვინდოდა თავდაპირველად მედალიზის რო აქლემებზე შემომჯდარიყავით, მაგრამ იმდენად დაყრილები ვიქნებით იქ, აქაც გვთავაზობენ აქლემზე კატაობას. სიმართლე გითხრათ მეწოდება მაგრად. ნარანული ზიკოს უნდა დავждეთ აქლემზე, ერთხელ გავიკატაოთ და ეგა. $5 ღირს, 5 წუთი. ვაიმე. ვედი გადარგა. ვაიმე, ჩემი, ვაიმე. შუღერად. მეთქი ძალიან მძიმე ხო არა? არ შემაფურთხო, რანაირად მიყო. წინ. წადი. I know scared come on. ვაიმე, არ შემაფურთხო, ოღონდ შენ ძმობას გაფიცებ. მოდი ვიყიდოთ ლიზი და გავუშვათ. Brother, how much for one camel? 2000? Wow, it's expensive. $2000 ღირს ერთი აქლემი. ვაიმე. რაღაცნაირად დადის. What's your name? Liz. My name is Sebastian. Bastian. Yeah. Gorri გავიდა, gorri. Feedback. Hi. აქლემების პატრონმა ჩვენივე ტელეფონებით გადაგვიღო სურათები და მოდით დავათვალიეროთ როგორი სურათები გამოვიდა. შევინახოთ სადმე რა ეს ვიდეოები. არ უნდა დაიდოს ეგ. რო დაიდება სოციალურ ქსელში ვეღარ დაკარგავ. ესეც ჩვენი კვადრო ტურის დასასრული მეგობრებო. გავერთეთ. ცოტა დამღლელი იყო, მაგრამ გაასწორა რა, მაინც პატარა ადრენალინს გრძნობა. და მაგრად ასწორებს ასე თუ ის. რამდენი რამე გააკეთა ამ კაცმა, მაგრამ ამას თუ გააკეთებდა ვერ წარმოვიდგენდი, შეხედე. რა კრეატიული ტიპია, პროსტა წარმოიდგინე. ნიანგი გააკეთა პირსახოცებით. გული გამისდა რომ შემოვიდი. ხო არის დილის 7 საათი. მივდივარ ტურზე დღეს ეს იქნება გემით გასეირნება ზღვაში, რაშიც გადავიხადე $35 კაცზე. წავიდეთ და ვნახოთ როგორ მოგვეწონება. რომელია ჩვენი გემი? Pyramid Seagate, Horizon ლურჯი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ვითევზავ. დავიძალით როგორც იქნა, მივემართებით აღმოსავლეთისკენ და ვნახოთ რა შეგვხდება გზად. იმედია ზვიგენები არ გაგვეჩიტება. ძალიან ბევრი გაჩერება გველის წინ. ყველაზე კაი გაჩერება რაც არის თეთრი კუნძული. შეიძლება დაივინგზე ასე ვთქვათ დამითანხმონ, იმიტომ რომ მომწონს ნამდვილად მინდა რომ კაი კადრები გადავიღოთ წყალქვეშ, ჩავალ წყლის ქვეშ და ერთად ნახოთ იქაურობა. არის ეკიპირება, უკან არის აირი, რასაც უნდავთ და აქ არის მოკლედ ეს მოწყობილობა, რომელიც უნდა ჩავიდოთ პირში, საიდანაც მოგვეწოდება ჰაერი. ეს არის ღილაკი, რომელიც პასუხისგებელია შენს ჩაძირვაზე და მეორე ღილაკი პასუხისგებელია შენს აწევაზე ზედაპირზე, ანუ ჰაერის მეშვეობით. 20 წუთი, 25 წუთი კუნძულს უნდა შემოვუაროთ წყალქვეშ ინსტრუქტორთან ერთად. $60 ვიხდი, ორ კაცზე 30. ეხლა პირველ რიგში უნდა ვცადოთ. იმიტომ რომ მე კი პრობლემა არ მაქვს, დაახლოებით ხვდები რა პრინციპიც არის, მაგრამ ლიზიკოსი მეშინია და პირველ რიგში ვცდით, რამდენად შეეგუება ზედაპირზე. და თუ პრობლემა არ ექნება და არ შეეშინდება, ამ შემთხვევაში გავაგრძელებთ 20 წუთიან მოგზაურობას წყლის ქვეშ და რაც ძალიან მაგარია, კამერით გადავიღებ ამ ყველაფერს და გაჩვენებთ თუ რა ხდება წყლის ქვეშ და ძალიან
საინტერესო და ძალიან კარგი კადრები უნდა იყოს წესით, ამიტომ არ გადაახვიოთ ვიდეო და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს დაალაიქოთ და გამოიწროთ არხი. ლიზი, გეშინია? კი, ვღელავ. ვიყვანეს. აი ესეთი რაღაცა შეგვავსებინეს. ნუ კაროჩ თუ დავიბრიდეთ, ბავშვი გემლები თვითონ არ არიან. და ამას რო ჩავიცვამ, ნეტა როგორ გამოვიყურები ამაში, როგორ მაინტერესებს. ყველაზე მაგარი რაც არის, ანუ ეს აი ამ სიმძიმე რა, საერთოდ არ იგზნობა წყალში, ხო ლოგიკურია. 250 კილო შეუძლია აი ამ ერთ ღილაკს რომ ამოწიოს ზემოთ. ანუ პრობლემა არ არის, თუ რამეა დააჭერდა ამოხვალ ზედაპირზე. კი რაღაცა შელახული ბალონები ჩანს, მაგრამ ნიჩიო წავა. არ მოიდგინე ესე რომ ვიღებ თბილისში თევზაობის ბლოგს. ეს რა არის? ღუზებია? სიმძიმისთვის. ლიზი, ხალთევზა ხარ? არ დაგავიწყდეს. აქ თითო კაცს თითო ინსტრუქტორი ყავს. ასწავლის რა როგორ უნდა მოიქცეს. თუ ეჭვი შეეპარება, ეგრევე ამოყვინთავს. ლიზიკო. არ შეგეშინეს, კაი? იქ, გაგიხარდეს. ძალიან ბევრი ლამაზი რაღაცები უნდა ნახო. ოპა. აია. და ჩემი დროც დადგა. სიმართლე გითხრათ, ცოტათი ვღელავ, ვინაიდან ეს ჩემი პირველი ჩაყვინთვაა 18 მეტრ სიღრმეზე და არ წარმომიდგენია რას ველოდო ესეთ სიღრმეზე წყალქვეშ. შიშის და მიუხედავად მე ეს შევძელი და ერთად ვნახეთ 18 მეტრის სიღრმეზე წითელი ზღვის სილამაზე. ესე გამოიყურება ჩვენი საჭმელიც. რაც ხორცი, კათამი, მაკარონი, ბრინჯი, სალათა და პური. მოვედით მესამე დანიშნულების ადგილას. აი იქ არის ძალიან პატარა თეთრი კუნძული. ძალიან პატარა კუნძულია, რეალურად წყლით არის დაფარული. ეხლა, მაგრამ რეალურად როგორც მოგვიყვნენ, უფრო მეტი ხმელეთი არის ხანდახან ვიდრე ეხლა. ეხლა რასაც უყურებ, ფაქტობრივად ცუცყლით არის დაფარული. ერთი მაქსიმუმ ალბათ 100 მეტრი არც კი, სადაც მშრალია. თუმცა დიდი ფართობი უნდა იყოს დაუფარავი წყლისგან წესიდარიგით. ეხლა ანუ აქედან უნდა გადავცუროთ იქ ეკიპირების გარეშე, ვისაც უნდა რომ ნახოს ის კუნძული. დგავართ ხალხი და ვფიქრობთ გადავცუროთ თუ არა იმ კუნძულზე. ცივა მაგრად. შეხედე. ბანდა. მივიწვევ კუნძულისკენ. ლიზი სად არის? ესე იგი დაახლოებით 5 წუთი მოვცურავდით. 5 წუთი არა, 6 წუთი და 13 წამი. მოვცურავდით აზე ხარ? იქიდან რა ახლოს ჩამდა, არა და რა შორი არის რეალურად. უკვე ფეხზე ვდგავ. მივდივართ უკვე ცოტაც და გადმოვალთ ნაპირზე. მოვედით. ისინი ნახე სრულ კომფორტში არიან, იმით მოცურავენ. ნავით გასაბერი. რისთვის გადმოვედით აქ? მენა თეთრია. ო
შეხედე. ანუ თეთრი რა, ანუ ძალიან ღია ფერის რა. ეს ხარვეზები თქვენს ეკრანებზე არ ხდება. ეს ხარვეზი სამწუხაროდ ჩემი კამერის ბრალია, ვინაიდან გადახურდა და რა თქმა უნდა შეაჩერა გადაღება. დიდი არაფერი არ იყო თეთრ კუნძულზე, უბრალოდ გადავედით, გადმოვედით და მეტი არაფერი. თევზაობენ. ონს თევზაობენ როგორ? გემი მიდის, უკან აქვთ მოგმული ძუა. არ მინდა რომ დამაფიქსირონ, რომ ვიღებ, იმიტომ რომ წეღან ვეცადე რომ გადამეღო და არ გადამაღებინეს. იმიტომ რომ ეშინიათ, ვინაიდან არალეგალურია ეხლა. ამათან არანაირი შეხება არ მაქვს, მაინც ქართულ YouTube-ზე იდება ეს და ფიზიკურად ვერც ნახავენ ეგვიპტელები. უბრალოდ პატარა მინდა დავაფიქსირო, აი თუ ჩანს კადრში კარგად. აი აქ არის მოგმული, აი აქ ძუა, სქელი ძუა არის ძალიან და მოგყვება ასე ვთქვათ უკან სპინინგის პრინციპით ზუსტად. ზუის ბოლოში არის ნემსკავი, ძალიან დიდი და არ ვიცი, ანუ ვერ გავაგებინე, არც ინგლისური ესმით ნორმალურად. რა გაქვს მეთქი გამოგმული ნემსკავზე, თუმცა ვერ მეუნებიან. და დაახლოებით რამხელა თევზს იჭერთ მეთქი და საკმაოდ დიდსო. და აბა ვნახოთ, როცა გავჩერდებით, მაინტერესებს, მინდა რომ დავესწრო ამ პროცესს, ამოღების დროს ვნახოთ, რამეს ამოიყვანენ თუ არა. ვინც მიცნობთ, იცით რა მაგრად მევასება თევზაობა და იცით რა მაგრად მინდოდა რომ ეგვიპტეში მეთევზაო. მაგრამ რას ვიზავთ? არა უშვის. საბედნიეროდ ძალიან ბევრი თევზი ვნახეთ. ეგზოტიკური თევზები, უცხო თევზები და საინტერესო იყო, ფიქრობ მაინც რომ ეს კადრები გვაქვს ამ არხისთვის. გამოიწერეთ ეს არხი და დაალაიქეთ ვიდეო თხოვნამ ექნება, ვისაც არ დაგეზარება. და დააკომენტარეთ, რამდენად მოგწონთ ესეთი კონტენტი. ესეც ჩვენი დღევანდელი გემის ტურის დასასრულიც. მოვინახულეთ სულ 3 ადგილი. ერთ-ერთი იყო დაივინგისთვის. ძალიან კაი ადგილი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სილამაზე ვნახეთ. მეორე ადგილი იყო ისევ დაივინგისთვის, უბრალოდ მან აღარ ჩავედი, ვინაიდან ერთმაც დამაკმაყოფილა, ხოლო მესამე ადგილს, რაც შეეხება, ეს იყო თეთრი კუნძული, ეგრეთ წოდებული, რაც გაჩვენეთ ვიდეოში. მეტი არაფერი არ ხდება გემის ტურზე. გემის ტური ღირდა $35 თითო კაცზე და $35 დაივინგი ერთ ადამიანს. დაივინგზე როცა ვიყავი, გავედე რაღაცა ქვას რა, წყალქვეშ, ფსკერზე. მეთქი რავი არაფერი არა, მაგრამ რამოდენიმე დღის მერე ამომაყარა ფეხზე, ამიტომ ვინც წახვალთ დაივინგზე, აუცილებლად ფრთხილად იყავით, ჩაიცვით კოსტუმები და მაქსიმალურად მოერიდეთ რაიმე მცენარეული სანქვის შეხებას, იმიტომ რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს ეს ყველაფერი. მე ახლა რეალურად დიდი არაფერი, უბრალოდ მეწვის და გამომაყარა და რაღაცა, რა ვიცი, მე მგონი არაფერი არაა, მაგრამ მაინც ცოტა სანერვიულოა. აი ეს გამონაყარი მაქვს. ნავი ჩირკი არ ჩანს, გაჭრილი არ არის, უბრალოდ პატარაზე მივედე რაღაცა ქვას ფსკერზე და ეგრევე გამომაყარა. ნუ ცოტა დასიებულიცა, ამიტომ ფრთხილად იყავით წყალქვეში. 1000 შხამიანი სცენარე და ქვა შეიძლება შეგხვდეთ. ესეც კოლუმბიური ნაციონალური ცეკვები ეგვიპტეში. ოპა, ჩვენი კოლუმბიელი ძმა. რაღაცა შემეშალა ძმებო, კოლუმბიური არა, სხვა რაღაცა გავიგე მე მგონი. სპინინგი ვისაც გევასებათ, ეს შოუ მოგეწონება. აიმე, ეს სახში არ გაიმეოროთ. აიმე. One more time, big applause. მოიყვანეთ ბავშვი. დამასვი, აიმე. ამის დააჭერა. წინაზე ვიყავით კორალ ბიჩზე. კორალ ბიჩი იყო ის კოროლები. Toyota Corolla. კაი პლიაჟია, საცურაოდ ვიდრე ის, იმიტომ რომ იქ
როგორც გახსოვთ, ანუ უნდა შევსულიყავით ხიდზე და ხიდიდან უნდა ჩავსულიყავით ზღვაში და აქ ჩვეულებრივად სანაპიროა და სანაპიროზე შეგიძლია შეცურო. იმიტომ რომ აქ ეგ კორალები თუ რაღაცეები არ არის. ეს როგორ შემომიხდა ნახე რა ტიპია. ამას არ უშვებს ახლოს. ყვავებით არის სავსე აქაურობა, შეხედე? იპარავენ საჭმელს და კიშკაობენ. ერთს პური აქვს, მეორეს კიტრი, მესამესაც კიტრი აქვს. და შეიძლება ჭამდე და უცებ მოვიდეს და მოგპაროს. მოკლედ, ყოველდღე რო შემოდიან ოთახის დალაგებაზე, ხან რა ცხოველი გვხვდება, ხან რა. ეხლა ტრედია თუ გედია, კაროჩე არ ვიცი და კომენტარეთ რა გავს ეს. ორის მარშრუტკას გავყევით და ჩავდივართ რაღაცა შოპინგ ცენტრში. ეს რა არის? მეც კი რაღაცა უდაბნოში ჩამოდივარ, არავინ არ არის, ქვიშით უნდა ვიგუნდა 14 და ამას შეხედე რამდენი ხალხია. არ ვიცი რატო მეგონა ესე, მაგრამ მართლა არ მეგონა რომ ესეთი მოხოდილი იქნებოდა ეგვიპტე. გაჩუქეს? ეგვიპტელმა გაჩუქატო? საო, ნახე. ნახე როგორ მიხდება. რა მაგარი კაცია. ოჩაო მაგას. სად არის კვარაცხელი? მუჰამედ სალაჰი ეგვიპტელია. Thank you. ანუ სომხურია რა. მეჭო ანუ წარმოიდგინე ეგვიპტეში მე სომხურად გვებაზრებიან ძმები. მაგაზი მარხაბა. აზე ხარ სომხურად ბაზრობა. ეგვიპტეში ვარ თუ სომხეთში ვეღარ გავიგე. სომხურად გითხრა? რა ძმა. ეს არის ნატურალური ტყავისგან დამზადებული პატარა პუფები. ჩანთები. სავარაუდოდ აქლემის ტყავი არის გამოყენებული. საინტერესოა. აქ ხო ჩილიმის სამყარო არის. ჩილიმებია სავსე. ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორ არის აშენებული უზარმაზარი პირამიდები ეგვიპტეში. ხო და წამოდი და ერთად დავათვალიეროთ და ერთად დავასვვნათ კომენტარებში თუ რანაირად აშენდა ეს დიდი ნაგებობები 4500 წლის წინ. უცხო პლანეტელებმა ააშენეს თუ ძალიან მაღალმა ადამიანებმა. ყველაზე მთავარი მოგზაურობა იწყება ახლა. 12-ის ნახევარია. ღამის ახლა მოგვაკითხავს ავტობუსი და წაგვიყვანს კაიროში, სადაც მიხილავთ პირამიდებს და ძალიან მაგარ მუზეუმს, თანაც ახალ მუზეუმს, იმიტომ რომ იყო ძველი მუზეუმი და ახლა გააკეთეს ახალი მუზეუმი, რაც უფრო მეტად საინტერესოა. დაახლოებით 8 საათი უწევს გზას, წასვლას, წამოსვლასაც 8 საათი, 16 საათი გვიწევს გზაში ყოფნა. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ ერთი დღე იკარგება. დღეს ღამე წავალთ და ხვალ ღამე დავბრუნდებით. ვინაიდან იქ ვერ შევჭამთ და ვერ მოვასწრებთ ჩამოსვლას ვახშამზე, წინასწარ შევთანხმდით სასტუმროს, რომ გაგვატანდა საჭმელს სამოგზაუროდ. Oh my friend. Georgia, St. George. Three George, Triple George. Cairo, yes. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კაიროში წასასვლელად საჭიროა ვიზა, რომელიც ღირს $30-მდე. ახლა კი აზიიდან გადავინაცვლებთ აფრიკაში, ზღვის ქვეშა ხიდით, რაც ძალიან გასაოცარია. ეხლა გავდივართ ყველაზე გრძელ ხიდს აფრიკაში. მსოფლიოში კი რიგით მეორე ადგილზე დგას თავისი სიგრძით ეს ხიდი. 37.5 კილომეტრი არის მისი სიგრძე. ეს კი გახლავთ ეკლესია. რაც ძალიან სასიამოვნო სანახი. ეხლა გავისეირნებთ ყველაზე გრძელ მდინარეზე, მდინარე ნილოსზე. ეგვიპტეში არის სულ 100 მილიონი ადამიანი. წარმოგიდგენიათ რამდენია? Hello my brother. 100 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ეგვიპტეში. აქედან 25 მილიონი ცხოვრობს დედაქალაქში, კაიროში, სადაც ეხლა ჩვენ ვართ. და მთლიანობაში 100%-დან 80% არის უდაბნო და 20% არის ხმელეთი და ამ 20%-ზეა საუბარი. ამ 20%-ზე არის 100 მილიონი ადამიანი, მეგობრებო.
მდინარე ნილოსში ბინადრობენ ნიანგები. მდინარე ნილოსში ბინადრობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საშიში ნიანგი, რომლის სიგრძე დაახლოებით 6 მეტრია, წონა კი დაახლოებით 1 ტონამდეა. აი ამ შენობაში ერთი ბინა ღირს 10 მილიონი დოლარი და რატო იცი? იმიტომ რომ ძალიან მდიდრულად არის შიგნით გაკეთებული და მანქანას როცა შეიყვან პარკინგზე შეგიძლია აიყვანო და შენთან სახლში გააჩერო. პირდაპირ ეგრეთ წოდებულ ზალაში ან სამზარეულოში. არ ვიცი როგორ ამოწყობილი, მაგრამ მანქანის ატანა შეგიძლია სახლში. შეიძლება ზოგს მოეწონოს. ძალიან მაგარ მუზეუმში მოვედით, რასაც დაგათვალიერებინებთ და ვეცდები რომ ყველა დეტალი გადავიღო, რაც კი საინტერესო იქნება თქვენთვის. აგვირიგეს ესეთი რაღაცეები. ზემიგეთია. და ჩვენ გიც აქ მიკროფონი. ეხლა ამან რო დაიყვიროს, ყურის ბარაბანი გამისკრა. ამ მუზეუმში არის 100,000-მდე ექსპონატი, რომელიც არ არის საერთოდ ნარესტავრაციელი. ანუ რა საინტერესოა, წარმოვიდგენიათ, ესენი ყველაფერი იპოვეს, აღმოაჩინეს ეს ქანდაკებები. ახლა ეს არის უძვირფასესი ქვით დამზადებული, მაგიტომაც ამდენ ხანს შემორჩა. ხელით არის დამზადებული და რა მაგრად არის გაკეთებული აზე ხარ? დამტრეული. აი სახის წითელი გრანიტი. ანუ ზოგადად მუმიფიკაცია იყო ყველა ვარიანტში მაგ დროს რა. აი ეს ბინტებში რო არის შეხვეული ფარაონები და რაღაცა. ყველას უნდოდა ოღონდ გააჩნია ბიუჯეტს. ვინც უფრო მდიდარი იყო, ის უფრო მაგრად სიკვდილის მერეագրად ახვევდნენ. ხო და ესე იგი ჭრიდნენ მუცელს. იქ დებდნენ რაღაცა ზეთებს, რაღაცებს, რამდენ გრამაში და როგორ ეგ არავინ არ იცის. ხო 60 დღე აშობდნენ მზეზე და ყოველ დღე მარილს და ზეთს უსვამდნენ. და მერე ბინტავდნენ, ხო? და 30 ჯერ ბინტავდნენ. ხო, მერე ბეჭდავდნენ. ბინტავდნენ და დებდნენ სარკოფაგში. დებდნენ სარკოფაგში. მე გამოვიდა მუმია. აი ამ საწოლებზე აწვენდნენ ფარაონებს და უჭრიდნენ მუცელს და ამომიებდნენ, ასე ვთქვათ. ბინტავდნენ, ზეთავდნენ და ასე შემდეგ. ეხლა გაჩვენებთ ყველაზე პატარა სარკოფაგს, რომელიც იწონის 100 კილოგრამს და დამზადებულია სრულიად ოქროსგან. რა თქმა უნდა, ხელნაკეთია, იმიტომ რომ 4500 წლის წინ არ ამგონია რაიმე ტექნოლოგიები ქონოდა. და 7 კილო ოქროს გაჩვენებთ ახლა. და აბა თუ წარმოიდგენთ ტუტანჰამონის საწოლი, მეგობრებო, 66 კილო ოქროსგან არის დამზადებული თავის დროზე. აზე ხარ? ამოცინიდან გაჩვენოთ. ეხლა ტუტანჰამონის სანდალს გაჩვენოთ. ტუტანჰამონის საწოლი არის 66 კილო ოქრო. ტუტანჰამონის ჩუსტები. უბრალოდ სანდალი. აზე ხარ ვები აქვს შემორჩენილი ტიპებს. მიზი ტუტანჰამონის სანდალი. ტრუსები. ეს არის ლანჩბოქსები. შეხედე რა სიმძიმე ლანჩბოქსებია. სკოლაში ამით რომ მიდიხარ. ესეთი იპოვეს. 7 ცალი. ყველა ოქროა. ეს არის ტუტანჰამონის სარკოფაგი. და 110 კილო ოქროთი არის დამზადებული. ეს ყველაზე დიდია. ტუტანჰამონის ნიღაბი. მოკლედ ძალიან მაგარი შთაბეჭდილებები დატოვა ამ მუზეუმმა. სიტყვებით ვერ ავღწერ, თავად უნდა ნახოთ და თავად უნდა შეიგრძნოთ ეს ყველაფერი, რაც მე შევიგრძნი დღეს.
ეს არის ისტორია და ეს არის ძალიან დიდი განძი სოფლიოსთვის. ყველა ექსპონატი ფიზიკურად ვერ დაგათვალიერებინეთ, მეც არ დამითვალიერებია, იმიტომ რომ ერთი წუთიც რომ გავჩერდეთ ყველა ექსპონატთან, დაახლოებით 7 თვე მოუნდებით ამ ყველაფრის ჩამოვლას და დათვალიერებას. იმდენად ბევრი ექსპონატია, დაახლოებით 100,000 თვეს როგორც გავიგე რა ზუსტად აღარ მახსოვს. მოკლედ ეს იყო ჩვენი მუზეუმის დასასრული და მოდით ახლა გადავიდეთ პირამიდებზე და იქ დავათვალიეროთ რა ხდება. საინტერესო ფაქტი პირამიდებზე. მსმენია რომ თუ ჩავდებთ პირამიდაში ბლააგო დანას, დაახლოებით ერთ დღეში ის დანა რო გამოვიღოთ, იქნება გალესილი. რანაირად არ ვიცი, ყველა პირამიდის ძირში არის სამარხი, ეგრეთ წოდებული სარკოფაგი, სადაც არის მუმია. ოღონდ ნახეთ როგორ არის აწყობილი, ანუ აქ შესასვლელიც არის უბრალოდ იმდენად ვიწრო შესასვლელია, რომ იმ სარკოფაგს, სადაც მუმია არის დამარხული, ფიზიკურად ვერ შეიტან. ანუ ჯერ დადეს სარკოფაგი და მერე დაიწყეს ზემოდან აშენება ამ პირამიდის. ეგ ალბათ იმიტომ გაკეთდა, რომ არავინ არ მოიპაროს მათი სხეულები, მუმიები ასე. ასევე ძალიან საინტერესო ამბავი არის ის, რომ პირამიდის შუაგულში არის დაახლოებით 40 გრადუსამდე სიცხე. და ამ 40 გრადუსში ნებისმიერი ხორცეული რო ჩავდოთ, სულ რო 70 დღით იყოს შიგნით, ფიზიკურად არ ფუჭდება. წამო მივიდეთ ახლოდან და უბრალოდ ვიმსჯელოთ თუ როგორ აშენდა ეს პირამიდა. აი აქ უეჭველი კიდე შენდებოდა ერთ პირამიდა. აი აქ იქნებოდა ამის გვერდით, მაგრამ რაღაცა ნიტუა, რაღაც ვერ დაამთავრეს ან რაღაც. ეს პატარებიც ხო, აშკარად პატარა პირამიდებია ლიზი. სავარაუდოდ ხო, კი. იყო და დაინგრა, ან უბრალოდ ვერ მოახერხეს. ეს ყველაფერი ხო ვერ აშენდა და დაერქვა პირამიდებს არ აშენდა. უბრალოდ შეხედეთ, ეხა ახლოს მივალ და უბრალოდ კარგად დააკვირდით რა მხელა ლოდები არის. აი ესენი თითო არის მინიმუმ 2-3 ტონა. ანუ როდ შეხედე რა მხელა. მეტრაზე დიდია. ლოდი. და განშიც იგივე. ეხლა წარმოგიდგენთ ამას რამდენი კაცი წევდა თქვათ რა თუ მაგ თეორიას მივხვდით და რამდენი ხანი აწევდა ჯერ ერთი აქ არსად არ არის კლდე და რაღაცა მსგავსი რამე რომ აქვე ახლოდან მოეტანათან რაღაცა ერთ-ერთი გამართლებული თეორია ყველაზე დიდი ალბათობით რაც არის ეგეც არ არის დადასტურებული არის ის რომ დინარე ნილოსი იყო ადიდებული აქ ახლოსვე იყო ასე ვთქვათ დინება და რაც გემით და რაღაცით საიდანღაცას ნელ-ნელა მოჰქონდათ და ეგრე აწყობდნენ მაგრამ მაინც როგორ უნდა აწყო 4500 წლის წინ როდესაც არც ტექნოლოგია და არანაირი ინსტრუმენტი არა გაქვს რომ მსგავს რაღაცა ააშენო. და აბა დაახლოებით დაწერეთ ისე რომ ხელოვნურ ინტელექტს არ კითხოთ რამდენი ქვისგან იქნება დაახლოებით შექმნილი ეს პირამიდა. აი ეს არის მშენებარე პირამიდა. და უბრალოდ შეხედეთ რამხელა ლოდებია. ერთი მინიმუმ რავი ალბათ 10 ტონას მაინც იწონის იმხელებია ზოგ-ზოგიერთი. დაჟე მეტიც. ო და ეგ ეხლა დაუსრულებელია. ნუ ხედავთ ზემოდან არაფერი არ არის და მაგის შიგნით არის ტაძარი. ეგრეთ წოდებული. ეხლა მივდივართ ვიხილოთ ეგ ტაძარი. აქ სამივე პირამიდის ხედი ჩანს იდეალურად. აი ამ ლოდების ზომაზე რა სიტყვით? 6 მეტრი დაახლოებით 7 მეტრზე არის ლოდების სიგრძე სიმაღლე. Просто წარმოგიდგენიათ რამ სიმძიმეა და როგორ მოათრიეს ბიჭო. ან რავი რა გააკეთეს ეგეთი რომ მაგ ლოდებს გაუძლო. так, შევდივართ ახლა იმ არაშენებულ პირამიდაში. აზე ხარ ბიჭო. ეს წითელი გრანიტია. ძვირფასი ქვა არის თავის კი. აზე ხარ რა ქვებია? აქ ფულებით რო არ გატენონ აქ აურობაში. ნახე ბიჭო რა მაგრათ აქვს აშენებული ტიპებს. ანუ არც ცემენტი არაფერი. რანაირად აქვს ბიჭო დადებული აზე ხარ ანუ ქაღალდს ვერ ჩადებ შიგნით ხვდები? იმენა ქაღალდის ადგილი არ არის რომ შეტენო. ხო, ანუ ეს არის პირამიდის შიგნით ვართ ეხა ჩათვალე. ოღონდ ეს პირამიდა ვერ აშენდა რა თავის დროზე. ესეც ჩვენი სფინქსი. სფინქსი არის აი ამ პირამიდების მცველი.
მაკონჩია გაკეთებული. ეთყობა ამასაც წევლა შეუძლია ან რაღაცა მსგავს თორე. ამან რა უნდა დაიცვას. რაღაცა იქნება. ისეთი მისტიური, რასაც ვერ ტვინავ რეალურად. ალბათ წევლა ან რაღაცა არის. სფინქსი, პირამიდა 1, პირამიდა 2 და პირამიდა 3. აი ბოლოსია პირამიდა 3 და ის პირამიდა, აი ეს ყველაზე დიდი პირამიდაა, რო იცოდეთ. უბრალოდ შოს არის და არჩას. Okay. 1, 2, 3, cheese. მე-19 საუკუნემდე სფინქსის მხოლოდ თავი ჩანდა, დანარჩენი სხეული კი სრულიად იყო დაფარული ქვიშით. 1925 წელს არქეოლოგიური გათხრების შემდეგ გამოჩნდა მისი სრული სხეულიც. სფინქსი არის ერთი ნაგებობა, ის არ არის აშენებული ცალკეული ქვებით. ეს ნამდვილებია, ხო? ეპოქსიდში. ორიელები. არა, ნამდვილია, მამანა. შიგნით ნამდვილია. აგენიზლაო. აი საქმეები. ესე ლამაზად ვამთავრებთ დღეს პირამიდების ტურს. იმედი მაქვს მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. და აუცილებლად ველოდები კომენტარებს. ყველას მოსაზრება მაინტერესებს თუ როგორ აშენდა ეს პირამიდები. ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით. ეხლა გავჩვენებთ სად და როგორ შეიქმნა პირველი ქაღალდი. პაპირუსი. ეს არის მცენარე პაპირუსი. სწორედ მისგან დამზადდა მსოფლიოში პირველი ქაღალდი. მას აქვს რბილი შიგთავსი, ხოლო კანი იმდენად ძლიერია, რომ მისგან ძველ დროს ამზადებდნენ ავეჯს და იყენებდნენ ტასაცმელში. ქაღალდი კი მზადდებოდა შიგთავსისგან. დაპრესავს ახლა. მსოფლიოში პირველი ფუცე. პირველი ქაღალდი. Полоски, которые мы уже положили. ახლა გვაჩვენებს ყველაზე ცნობილ შემოქმედებას პაპირუსზე. ესეც ჩვენი ვლოგის დასასრული. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქე, გამოიწერე არხი და დატოვე კომენტარი. ძალიან სამწუხაროა, რომ თევზაობა არ გამომივიდა, ჩემმა გამომწერებმა იცით თუ რაოდენ მიყვარს თევზაობა. არა უშავს თევზაობის ვიდეოებით დაგიბრუნდებით უკვე საქართველოდან. ყველას ძალიან დიდი მადლობა ვიდეოს ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და გამოწერისთვის. შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა